და წმინდის სულისა და ამინ. წმინდანები განსხვავდებიან ერთმანეთს, როგორც მოციქული თვითონ წერს თავის ნაშრომში, პავლე მოციქული, როგორც ცაზე ვარსკვლავები თავისი დიდებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან რა. ასევე წმინდანები თავისი დიდით ეხლა წმინდა გიორგის და მოწამე გიორგის სხვა, ხო? მადლი აქვს და დიდება ის წინაშე. რომელიღაც სხვა წმინდანს არც ისეთი რა, ხო? მოციქულებს სხვა დიდება. ღვთის მადლის გამოვლინება მრავალფეროვანია რა. აი რო ეძახენ იმ ადამიანს, ამ ადამიანს იფსდის მადლი აქვს რა. მაგრამ ერთია ცხადი რომ მადლი არ დაიმალება რა. ზოგჯერ ახალგაზრდა ადამიანს აქვს მადლი. ზოგს მოხუც აქ აი შეგვიძლიათ გავიხსენოთ ესეც წმინდა ამ დღეებში იყო ხსენება წმინდა იოანე კოლოვოსისა. ეგვიპტეში მოღვაწეობდა წმინდა მამა, შედარებით ახალგაზრდა იყო რა. სხვა მამებთან შედარებით რა. მაგრამ აი ღვთის მადლი და ნიჭი როგორი ქონდა მას რა. ჯერ ერთი ეს უნდა ვიცოთ არათავდაბალ ადამიანს ღმერთი მადლი არ მისცემს. რატომ? იმიტომ რომ იქ აპარტაურებას ჩავარდება. თუ იგზნოს მადლსა, სხვის აწევს მაღლა, ოსო თავის თავსაც დაღუპავს და ყოველ სხვისო დაღუპავს რა. აუცილებლად ადამიანი უნდა იყოს თავდაბალი, რომ ღმერთი მისცეს მადლს, რომ არ გაფუშდეს ადამიანი რა. ყველა წმინდანი, აბსოლუტურად ყველა წმინდანი იყო თავდაბალი. აი როგორი ადამიანი იყო? ესე იგი ესეთი ამბავი მოხდა იმ დროს რა. შეიგრებდნენ წმინდა მამები, დიდებული მამები და ესეთ რამაზ ლაპარაკობდნენ. იმ დროს ცხოვრობდა ერთი ახალგაზრდა ქალაქში, ქალბატონი სახელად თაისი. მშობლები მორწმუნე ყავდა ყველაფერი და ცოტა ჰქონდათ საშუალება ყველაფერი და ეხმარებოდნენ რა. მოწყალე ადამიანები იყვნენ და თვითონაც ეხმარებოდნენ, თვითონ მისი შვილი ეს თაისის ზაი მოწყალე გოგო იყო რა. ეხმარებოდნენ იქ მაგ დროს ხომ იცით, ბევრი მონასტრები იყო მით უმეტეს ეგვიპტეში. აყვავების დრო იყო ამ ხრივ მე-4 საუკუნეში. ეხლა ესეც ეხმარებოდა რა. თავისი მშობლების გონებით რა. ბერებს, მონოზნებს აჭმევდა, ასმევდა ყველაფერს რა. მე მოხდა ესეთი უბედურება რა, მოკლე დროში გარდაიცვალა მამამისის და დედამისიც რა, ამ თაისის. ნუ ნელ-ნელა სანამ ჯერ ქონება იყო, ხარჯავდა და მე გაუჭირდა უკვე. რო გაუჭირდა, მე უკვე ცუდად წავიდა საქმე და ნელ-ნელა უკვე გაფუჭდა ეს გოგო. გაფუჭდა უკვე და ამბავი მოვიდა უკვე რომ ბრუშობაც დაიწყო რა. ეხლა ამ წმინდა მამებთან რო ეს მოვიდა ამბავი ძალიან შეწუხდათ რა. შეიგრდა ერთმანეთთან ლაპარაკობდნენ. მამებო რა ვქნათ რა. ეს გოგო როგორ გვეხმარებოდა როცა ქონდა მას საშუალება. ეხლა რა ცუდი ამბავი მოვიდა ჩვენ ყურამდე რა. ძალიან ცუდი ამბავიო რა. რა ვქნათ რა. და თვითონ არავინ არის აგნეს და რაგენს ის იოანეს დაუძახე თუ ერთიო. არა და ის იყო შედარებით მოთან ახალგაზრდა ასაკით რა. რომ მოვიდა თქვა მამა იოანე ჩვენ ყურამდე მოვიდა ამბავი რომ თაისი გაფუჭდა რა. არა და ის როგორ გვეხმარებოდა ჩვენ. აი მადლით რა, მადლის შენ გაქვს. წადი და დაღადგინე ის რა. მან დაემორჩილა და ჩავიდა ქალაქში. მოვიდა იმ სახლთან, სადაც თაისი ცხოვრობდა. გარეთ იჯდა ის მისი სლუჟანკა რა, ქალი. მოვიდა თქვა შენ ქალბატონს დაუძახე, საქმე მაქვსო რა. ეს ქალი კიდე ესე უპასუხა. ნეტა რა საქმე უნდა გქონდეს შენ იმას ჩემ ქალბატონთან. თქვენ არ შეჭამეთ მისი ქონებას უყოლასო. აი ესე უხეშად უპასუხა რა. ნუ მაგან ეს ხმა არ ამოიღო და თქვა დაუძახე, მე შემიძლია ბევრი ის სარგებლობა მოვიტანო მასო რა. ის შევიდა და თქვა ქალბატონ თაისი. აი ვიღაც ბერი დგას და ამბობს რომ რაღაცა ისა აქვს თქვენთვისო რა. არა და ამ ქალმა იფიქრეს რომ
მაგრამ რომ ბრუშობისთვის მოვიდა რა. მერე თაისი თქვა, კაი დაუძახეო რა. ეს ბერები სულ იმას რა ქვია, წითელ ზღვის სანაპიროზე სულ დადიან და ეს მარგარიტეცებზე ხოლმეო რა. იქნება აქვს რაღაცა მარგალიტები ხომ იცი და. ის წავიდა თაისი კიდე დალაგებულ ლოგინზე დაჭდა. და ელოდებოდა, ნო. ეხლა შემოვიდა მამა იოანე, ის იჯდა ლოგინზე და ისიც მოვიდა და გვერდზე ლოგინზე დაჭდა რა. დაჭდა და აი ესე ცოტა ხანი იჯდა, ესე შემოხედა რა ის თვალებში. უყურა და ტირილი დაიწყო რა. ეხლა ამაზე ესე იმოქმედა რომ ეს კაცი რომ დაიწყო ტირილი, ესე შემოხედა ტირილი და ძალიან იმოქმედა იმას თაისიზე და თქვა, მამაო, რატომ ტირი ხართ? როგორ არ ვიტირო? შვილო რო ხედავ რომ სატანა როგორ დაგწინისო შენო რა. ესე როგორ დაეცი შვილო? ამან ესე რო თქვა, ეხლა ის მიხვდა რომ ეხლა ეს კაცი ცუდი საქმისთვის კი არ მოვიდა. არამედ რაღაცა აღადგინოს იგი და თქვა, დაფიქრდა ცოტა და ის კიდე აგძელებდა აი ტირილს რა. მამა იოანე. ეს ისე იმოქმედა და თქვა, მამაო, არის გამოსავალი ჩემთვის რამეო? მამა იოანე თქვა, არის შვილო. მაშინ წამიყვანე სადაც გინდაო რა. წავიდეთო რა. გავიდა ის. უკან გამოვიდა თაისი და მერე ის იხსენებს რომ მე გამიკვირდა ის სახლიდან რო გამოდიოდა. არაფერი არ თქვა იმ თავის მსახურებს რომ აი მან მოვალო, ან ის დამელოდეთ, არაფერი რა. არც წამოუღია არაფერი. ისე გავიდა სახლიდან. გადავიდნენ უდაბნოში მოვიდნენ. ქალაქიდან გავიდნენ, მოვიდნენ უდაბნოში. ურაკი ძალიან დაღამდა უკვე. მამა იოანე თქვა, რაღაცა მსგავსი ქვიშიდან გააკეთა რა ვიცი, მისავით. ხო, ამაღლებული ადგილი და თქვა, აქ დაწექი შენო რა. და თვითონ ცოტა მოშორები წავიდა, ილოცა ისიც რა. და დაიძინა რა. ღამე უცბად გაიღვიძა, რაღაცა ხდებოდა. გაიღვიძა მამა იოანე ხედავს რომ აი იმ ადგილიდან სადაც ეწვა თაისი ზეცამდე რაღაცა ნათელი რაღაცა გზასავით არის გახსნილი რა. და ანგელოსეს მოყავს მისი სული. ამ თქალის რა. და გაკვირვებული ის მოვიდა და იმ ადგილამდე რა. და ხედავს რომ წევს. მოვიდა და ცოტა ხელით არ შეეხო მაინც ბერი იყო და ფეხით შეეხო ცოტაო რა. შეეხო და ნახა რომ მკვდარია. რო ნახა რომ მკვდარია თქვა დავარდა ბუხლებზე ღმერთო, ნუ გაუგრდა ეხლა ადამიანი ეხლა დატოვა ყველაფერი, გადაწყვიტა რომ შეცვალოს ცხოვრება და ესე უცბად რატომ მოკვდა რა. ღმერთო ამიხსენი ეს რა ხდებაო რა. და მაგ დროს ღვთის ხმა მოვიდა მასთან რა, მამასთან რა. ერთი საათი მისი სინანულისა და წრემლებისა მიღებულია ღვთის წინაშე, ვიდრე ზოგი სინანული რომელიც წლების მანძილზე ნანობენ, მაგრამ ესე არ ნანობენ, როგორც მან მოინანე ამ ერთსაჩიო რა. ხო და ღმერთმა მიიღო ეს მისი სინანული და აცხოვნა მისი სული. როგორც ეს ავაზაკი ჯვარცმული, არა? აი ეს იყო სული ჯვარცმული, როგორ მოინანა, მომიხსენე უფალო, სადაც მიხვალო სასწაულშიო. და რა უფალო უფალმა. დღემდე იქნები ჩემთან 60 დღეშიო რა. აი რა არის სინანული რა. დიდი ძალა სინანული. უბრალოდ ადამიანი არ უნდა გადადოს ეს საკითხი რა. არ არის ესეთი ცოდვა, რომელსაც არ შეიძლება სინანული რა. უბრალოდ დროზე უნდა მოვიდეს ადამიანი მოინანიოს რა. და განთავისუფლდეს რა ამ იმისგან რა. მაგრამ ზოგჯერ ადამიანები აი ამ თავის ცოდვებს როგორც ისა ტომარას ესე დატვირთულს ესე აფრევენ მთელი ცხოვრება. იმიტომ რომ არ აქვს სურვილი და თავდაბლობა იმდენი, რომ დროზე მოვიდეს და მოაშოროს ეს ცოდვები და ჩააბაროს აღსარება და განწმიდილი გავიდეს ეკლესიიდან რა. მით უმეტეს რაღაც თქვა ჩვენ რომელიც ცხოვრობთ საქართველოში. ამდენი ეკლესია ხო? აუცილებლად. არასდროს გვიან არ არის ადამიანი მოინანოს და დაიწყოს ნორმალური ცხოვრება რა. ქრისტიანული ცხოვრება. მაგრამ
არ უნდათ ქრისტიანული ცხოვრების დაწყება. უნდათ თავაშვებული ცხოვრება ესა, ხო? სულ მთელი ცხოვრება რო იყოს. შოუ, მუსიკა, გართობა, სმა, ჭამა, კეიფი, ბრუშობა, ესე რა. დასავლური ცხოვრება რა. მაგრამ ეს მაგათი ეგრეთ წოდებული აშენებული ეს 64 დომინოსავით ეხლა მალე დაეცემა. აი ეხლა როგორი საშინელება უბედურება მოხდა ხო საფრანგეთში? ხომ იცით? 150-მდე ადამიანი დაღუპულია ყველაფერი. ეხლა იმაშებენ, უგზავნებიან წერილებსა და სამძიმრებსა და ისა და აღშფოთებულნი არიან ეს ტერორისტები, რა უმოწყალენი არიან ის და. გაიხსენეთ ცოტა ხნის წინ რა მოხდა? რა კანონები მიიღეს რა. ერთსქეციანთა ყველაფერი ქორწინებისა, მამათმავლობის დაკანონები ყველაფერი რა. გაიხსენეთ რა. ანდა ყოველთვის ჩვენ ვიხსენებ სახარებას არა? ეს 150-იანი, 150 პარიზელი, ყველაზე ცოდვილი იყვნენ პარიზში, რო ისინი დაიღუპნენ. მაგრამ სახარებაში როგორ ამბობდა უფალი? 18 ადამიანზე, ვიზეც თავზე დავარდა სილოამის გოდოლი. რა უპასუხა გახსოვთ უფალი? ფერაგონიათ რომ ესენი იყვნენ იერუსალიმში ყველაზე ცოდვილები რა კი მათ თავზე დავარდა ეს გოდოლი, არა. მაგრამ ეს არის ნიშანი. თუ არ მოინანიებთ, ყველანი ესე დაიღუპებითო. თვის საჭელი როგორ მოდის, იცით? მაინც და მაინც მეხი და ქარიშხალი კი არ უნდა ისე. აი ურჯულო ადამიანები მოაგვემსეგე. გააკეთებენ რაღაც უბედურებას და ტერაქტებს და ყველაფერს რა. არის არ გახსოვთ? ცოტა ხნის წინ ის არის, ხო? თელი დიდი ესე პროცესია მიდიოდა პარიზში. ეს გაზეთის რედაქციას რომ ხარს უჭერდნენ რა, ვის დასწინოდა, ქრისტესეს დასწინოდნენ. მერე უკვე მუჰამედზეს დაიწყეს დასწინვა და მოუვიდათ უბედურება რა. ანდა უტვინოები თვითონ აღიზიანებენ, ხო ხვდებით არა? თვითონ არ აღიზიანებდნენ? თუ ესე საჯაროდ დასწინოდნენ რა. ჩვენ სიწმინდეებს რო შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამათმა ხმას არ იღებდნენ რა. როცა იმათი შეურაცხყოფას მიაყენეს მუჰამედის ყველაფერი ნახე რა გააკეთეს 16 ადამიანი მოკლეს. ეხლა ეს არის ამათი გაგრძელება, ამის საქმის გაგრძელება. ყველაფერი არის ზნედაცემის ეს ყველაფერი არის შედეგი რა. და უფრო უარესი რამ უბედურება ელოდება, კაცობრიობას ელოდება. აი სწორედ რომ განსაკუთრებულად ამ ცოდვის გამო მამათმავლობის დაკანონებისა იმის და იმის რა. და ეძახიან რომ ჩვენ უნდა ესე ვიცხოვროთ როგორც ევროპაში ცხოვრობენო. იქ არის მიღებული მამათმავლობის კანონი, ჩვენს მივიღებთ. იქ არის ესე ჩვენს მივიღებთ. აი ესე ბაძავენ, ვის ბაძავთ? ვის? კარგი თუ რამე არის, ის არ მოიღე, რა იღე რა, გადაიტანე. რა შეგჭირდება ჩვენ ეს სიბინძურე? სად არის ჩვენი? ჩვენ არ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი თვითყოფადობა, ჩვენი სულიერება, კულტურა, ზნეობა. არაო, ჩვენ ეს ჩვენთან ესე უგრეს როგორც ცივილიზებურ სამყაროს. სად არის ცივილიზაცია? ეს არის ცივილიზაცია, ეს არის კანალიზაცია. ბევრჯერ მithქვამს თქვენიც გადაგებაში და თუ ბანაობენ ამ კანალიზაციაში, კი ბატონო, იბანავეთ და ჩვენგან რა გინდათ? შეიძლება ესე ბრმა გადმოტანა იქაური სიბინძურისა ჩვენ ნიადაგზე შეიძლება? ეს არის დანაშაული გეუბნები. გაღადებდა ეკლესია, პატრიარქი, სინოდი, ამას ნუ აკეთებთ, ნუ იღებთ ამ კანონებს, არაფერი. და მე ვითომც არაფერი მოვლენ ეკლესიაში სანთლებს ანთებენ, განა და ლოცულობენ, ვითომც არაფერი რა. ეს ესეთი ორგულობა და ფარისევლობა, ღმერთი ამას აპატიებს? არ აპატიებს. ან თქვენ თუ გონიათ რომ რაც ამერიკაში მოხდა, რუსეთში და ეხლა პარიზში აქ რატომ რა ხდებოდა, როცა ცხვირის წინა ვართ აგერ, არა? იქამდე თუ მივიდნენ, აქ რა უჭირს? აი ვისი დამსახურებაა, რომ დღემდე აქ ეს არ ხდებოდა. ხომ იცით თქვენ ბევრჯერ მithქვამს. მაგრამ როდემდე უნდა მოხდეს ეს ყველაფერი? როდემდე უნდა ეს
უსამართლოდ უნდა მოვიქცეთ ჩვენ. თუ არიცით რომ შეუძლია ღმერთს დაუშვას და აქაც მოხდება რაღაცა უბედურება რა. ღმერთმა დაგვეფაროს რა. ან დამანგრეველი მიწიზვრა, ან ესეთი უბედურება კიდე 1000 რა ბრა. მაშინ ვის დავაბრალებთ რა? ჩვენი ბრალია ყველაფერი. ყველაფერი ჩვენი ზნედაცემის ბრალია რა. და ადამიანები რომელი დამნაშავები არიან ამ ზნედაცემაში, პირჯვარს იწერენ და საქართველოს სადიდებას ჭიქებს აწევენ კიდევაც რა. გესმით თქვენ? აი ეს არის რა. ამიტომ სანამ გონს არ მოვალთ, სანამ არ აღდგებით და ვეტყვით რომ არა, არ გვინდათ ეს სიბინძურე. საქართველოს დარჩეს რა. აი მანამდე არ იქნება ჩვენი საქმე კარგად. ეს ყველა მიცოდეს რა. ყველაფერი არის შედეგი უზნეო ცხოვრებისა. ყველა უბედურება არის შედეგი უზნეო ცხოვრებისა. და ეს რაც ხდება, ეს გიობრი ჯერ ყვავილი ჯერ ჟურნალია. კინო წინ ველოდება რა. კინო. ეს კი არა. ბევრი დიდი ერები დატოვებენ თამის ქვეყანას და გაიქცევენ სხვა ქვეყანაში. სხვადასხვა უბედურების გამო. ესეთი დრო მოდის. დაიწყება ესეთი ყინვები, თოვლები და ყინვები. არნახული ყინვები, იქ სადაც მსგავსი რამე არ ყოფილა. აი დაემახსოვრეთ ჩემი სიტყვები კარგად. და ამ ყინვების გამო გაიქცევიან სხვა ქვეყანაში ადამიანები. სულ ტოლვილების ის იქნება, იცით თქვენ? ეგ რა არის? ეს ჯერ ჟურნალია გეუბნებით. კაცობრიობას ელოდება ღვთის სასჯელები. მანამდე ხო ხედავთ არა? მიიქანებიან სულ ყველანი ჯოჯოხეთში რა. აი მაძღარი და წყნარი ცხოვრება სადამდე მოგიყვანა რა. აი ესეთი ადამიანი შეხედეთ? ნელ-ნელა ყველა უსამართ ყველა სიბინძურე დაკანონეს რა. და წესად აქცევენ ყველანაირ სიბინძურეს რა. არ წავა ეგ ეს საქმე რა. დაგლოცოთ ღმერთმა. გაგახარავ და გაგაძიარო ჩემო კარგია ბოლა. ვილოცოთ. გადმოგხედოს ღმერთი და ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი და გადაარჩინოს საქართველო. ასეც იქნება. ეგ კარგად იცოდეთ. არ გვიწერია ჩვენ გადაგვარება და საბოლოო წაბილწვა და ასე შემდეგ.